საღამომშვიდობის გოგონებო, დღესაც ნაკადში ვარ, საღამო ნაკადში და არ მინდოდა ისე დაძინება, თან ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. კონცერტზე ვიყავი სამტრედიაში და ეს ის მომენტი იყო, როცა გადამაგდო პირდაპირ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და ძალიან სიამოვნებით დავრჩი. ჩემი სამტრედია იყო ულამაზესი და მოკლედ ამ კარგი ენერგიებიდან გამომდინარე, მოდი გავშალოთ ახლა ღამის ფიქრები. მიკროფონი არა მაქვს შეერთებული, ძალიან უჩვეულოა უკვე ეს ჩემთვის და მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა კარგად ისმის და ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, კომპლიმენტებისთვის, ნდობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როგორც ყოველთვის ტრადიციულად მინდა იყოს ყველა ბედნიერი. დღეს ჩემი ერთი გოგონა გაბედნიერდა და ყველა მიულოცოთ. ძალიან მიხარია და მოკლედ ყველას ბედნიერება გამიხარდება. ძალიან გამიხარდება. ნახოთ ღამის ფიქრები, რადგანაც ღამეა. თუმცა უჩვეულო ხმები, რომლებიც შეიძლება ახლა შემოგესმათ, ამას მე ვერ გავაკონტროლებ. ნახოთ. ღამის ფიქრები, რას ფიქრობს ეს ადამიანი ღამე განსაკუთრებით და რა თქმა უნდა თუ ახლა უყურებთ, ახლანდელი ფიქრებიც იქნება ღამის. და როცა ჩართავთ, იმ დღიდან აქტიურდება, არ ინერვიულოთ მაგაზე თქვენ. ღამის ფიქრები, მისი ღამის ფიქრები. ისე სულ ფიქრობს. მინიშნება მესიჯია. ღამე ჭედოს. ღამე ჭედოს და ღამე ფიქრობს კონკრეტულად რაზე, იცი, რაც დიდი ხანი არ შემოუთავაზებია, რაც დიდი ხანია არ შეუცვლია. მე ისეთი გრძნობა მრჩება, რომ პროგრესი არ არის ურთიერთობაში და ამაზე ფიქრობს. ძალიან ქაოსი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ გულის და გონების ბრძოლა, ეს რაღაცა სხვანაირი ქაოტური ბრძოლა არის. ჭვიანობა, დაძაბულობა, ძალიან უჭირს პირველი ნაბიჯები, პირველი და მეორე ნაბიჯებიც უჭირს საერთოდ და ვიტყოდი მთლიანად ამ ადამიანს პროგრესი უჭირს ურთიერთობაში. უნდა შენთან, რა თქმა უნდა. უნდა შენთან, მაგრამ ეს როგორი ყოფნა, არ ვიცი, როგორი ყოფნა ეს მაინტერესებს. შვიდიანი ხმალი, როგორი ყოფნა უნდა იყოს. მალავს თავის რახვებს და შეიძლება ძალიან გამოკვეთილად არასწორი იყოს ადამიანი, არ იყოს გულწრფელი თავის გრძნობებში. არ გამოვრიცხავ მის ასეთ, არ ვიცი, ვიტყოდი ცოტა ყველაზე ვერ ამარა უყოფაქცევა ურთიერთობას კიდე თავისი ახსნა კონდეს. იმიტომ რომ არ ჩანს ეს ადამიანი გულის სიღრმეში. აი სპეციალურად რო გაზიანებდეს, არ ჩანს. შეიძლება გარემოებიდან გამომდინარე ნიეროფანტა. რაღაცები არის, რაც ხელს უშლის და აიძულებს, რომ არასწორი იყოს და პროგრესი არ გააკეთოს ურთიერთობაში. თუ ადამიანი, რა თქმა უნდა, დაოჯახებულია, პირველი ეს არის მიზეზი, ასაკობრივი სხვაობა, რელიგია, ყველაფერი მოკლედ და რაც თავარია, თუ ყველაფერი ქართველია და დაოჯახებულიც არ არის, ამ შემთხვევაში მას არ სურს ჯერჯერობით რაიმე სერიოზული. არ სურს. მოდი ვნახოთ ღამის ფიქრები. ანუ ვერ ისვენებ, პროგრესი არ არის, გეფიქრება. ვინ არის ეს გოგო შენთვის, ვინც გიყურებს? ვინ არის შენთვის? ბედნიერება. შენ მას ახარებ, შენ მას აბედნიერებ, გიყურებს, რომ ხარ უკვე უკან დახეული, გიყურებს, რომ არ ხარ ბედნიერი მასთან. შეიძლება შენი იძულებით დატოვა ეს ურთიერთობა, რადგანაც ვერ გაუძელი. ძალიან რთული ადამიანია და რთულია მისი გაგება. რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან მარტივად გაიგო მისი, მაგრამ აი მიმღებლობა მისი ქმედების ძალიან რთულია. თვითონ ამას ძალიან კარგად უყურებს. გული თხოვს შენთან ურთიერთობას, გული თხოვს ცვლილებებს, გული თხოვს სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ მისი გონება ამას არ აძლევს, ამის საშუალებას. პირველი იმას ვიტყოდი, რომ არის აქ ისეთი მინიშნებები,
რა უბრალოდ ვერ შემოგთავაზებს. შენ სხვანაირი ხარ. შეიძლება შენ მასზე მაღლად გეხარ. ან შეიძლება ვერ დაგაკმაყოფილოს თუნდაც ფინანსურად. რაღაცა არის, რაც აბრკოლებს ამ ადამიანს კონკრეტულად შენში. იმიტომ რომ ბუნებრივად არ იქცევა. სულ უნდა დაფიქრდეს. უნდა გათვალოს ყველაფერი. ანუ ვადასტურებთ იმას, რომ ღამე ფიქრობს, რაც მთავარია. მე მაინტერესებს რას აპირებ. რას აპირებს და რა ვიცი, არაფერს გოგონება, არაფერი ახალი, არაფერს არ აპირებს. ისიც აინტერესებს შენ რას აპირებ. ძალიან ბევრი რამე ვერ დაინახა ამან. ვერ დაინახა თუ რა კარგი ხარ. ვიტყოდი დაინახა, მაგრამ ვერ შეაფასა სწორად. შენ ხარ ძალიან ძლიერი, ჭკვიანი, მიმზიდველი. რა ვიცი, დრო არ იყო. ძალიან გაწელილი ენერგიები მოდის ამ ურთიერთობაში. დრო რატო არ იყო, რაღაცები გაიაზროს, დაინახოს, დააფასოს და გადააფასოს, არ ვიცი. და დრო რომ მისცე, კიდე ესე იქნება ამ პოზიციაში, რომ არ ვიცი რა გავაკეთო, ვერ გავიგე რა მოვიპოვე შენში და რა დავკარგე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის, გრძნობა აქვს, მაგრამ არჩევანთან არის დაკავშირებული, არჩევანთან. დროებით გაჩუმებულია. იგნორშია, საკუთარ თავსაც აიგნორებს. თუ შენ იცდები მასთან მიახლოვებას, კითხვებით, რჩევებით, საყვედურებზე ზედმეტია ლაპარაკი, უფრო ჩაიკეტება. ან როგორ რაღაც იცი, ურთიერთობა მიდა, მაგრამ არ მომეკარო. რა მიზეზია ამ შემთხვევაში, რა მიზეზია? მიზეზი არის გაამბედაობა არა აქვს. რომ შეცვალოს ყველაფერი. გაამბედაობა არა აქვს, ჯერ რომ გაღიაროს. არა, გაღიარა მაინც შიგნიდან. მაგრამ როგორც საჩუქარი, რომ მიგიღოს, არა, ეს არ არის. არ და შენ მართლა საჩუქარი ხარ მისთვის. იმიტომ რომ კარგი ხარ, ძალიან კარგი ხარ. ისე არ უნდა საუბარი. რაღაც მომენტში ცდილობს რომ დაიძინოს. ყოველი უსიამოვნების დროს. ებრაელი ხარ. ებრაელებს აქვს რომ დაიძინებენ ხვალისთვის მოემზადებიან. გოგონებო, ამ ადამიანს დრო აჩვენებს. ვინ ხარ მისთვის? სიყვარული ხარ თუ კიდევ გაურკვევლობა ხარ? ახლა გაურკვეველშია. მაგრამ დრო დადგება და მიხვდება. ან შენ უნდა შექმნა მასთან ყველაფერი, ერთად უნდა იყოთ ბედნიერი თანაბრად, არც მეტი და არც ნაკლები და უნდა დაარქვას ყველაფერს სახელი. ამის შანსები არის, მაგრამ ამას ჭირდება დრო. მე რა თქმა უნდა ყველას გისურვებთ ორ მხრივ სიყვარულს და ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით.